ტრამპმა ჯოჯოხეთი გახსნა მას შემდეგ, რაც ირანში შეტევები განაახლა და პასუხი მოხვა ირანული რეჟიმის მორიგი სერიოზული პროვოკაციის შემდეგ ხორმუზის სრუტესთან ახლოს. შეერთებულმა შტატებმა ირანზე ახალი შეტევა განახორციელა მას შემდეგ, რაც ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ხორმუზის სრუტეში სატვირთო გემები მიზანში ამოიღო. დოსურტუას ცენტრალური სარდლობის მიხედვით სხვადასხვა ტიპის სამიზნეები დაიბომბა, მათ შორის სამხედრო სადამკვირვებლო ობიექტები, რადარის სისტემები, საკომუნიკაციო სისტემები, დრონების შესანახი ობიექტები და ნაღმების განთავსების შესაძლებლობები. პრეზიდენტმა Truth Social-ზე შეტევის შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა. შეერთებულმა შტატებმა ირანული რაკეტებისა და დრონების საწყობები და სანაპირო რადარები დაარტყა ცეცხლის შეწყვეტის ახალი დარღვევის გამო. შეიძლება ისინი არასდროს ისწავლიან. პრეზიდენტი აგრძელებს, შეიძლება დადგეს მომენტი, როცა ვეღარ შევძლებთ ვიღოთ გონივრულები და იძულებულნი ვიქნებით სამხედრო გზით დავასრულოთ ის საქმე, რომელიც დიდი წარმატებით დავიწყეთ. თუ ეს მოხდება, ირანის ისლამური რესპუბლიკა აღარ იარსებებს. ახლა კი პასუხად ირანმა ქუვეითისა და ბაჰრეინის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა. ეს იყო მეორე სროლა ამ შაბათ-კვირას შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მა შაბათ-კვირას X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც თქვა, ირანმა ხელი მოაწერა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ჩვენ ამას პატივს ვცემთ. თუ მათ აქვთ უთანხმოება იმის შესახებ, თუ როგორ ხორციელდება ურთიერთგაგების მემორანდუმი, შეუძლიათ ტელეფონით დარეკონ, მაგრამ ძალადობით უპასუხებენ. ახალი სამხედრო მოქმედება მიმდინარეობს იმ დროს, როცა ისრაელსა და ჰეზბოლას შორის სიტუაცია ვითარდება ცალკე, მაგრამ პარალელურ ფრონტზე. ისრაელმა ახალი საჰაერო დარტყმები განახორციელა ჰეზბოლას წინააღმდეგ ამ შაბათ-კვირას, ხოლო ჰეზბოლამ გააგრძელა თავდასხმები ისრაელის ძალებზე. ისრაელელებმა ლიბანის სამხრეთში ღამით მინიმუმ 1 ჯარისკაცი მოკლეს. გასული კვირის ბოლოს ვაშინგტონში დიპლომატიური წინსვლა დაფიქსირდა, როდესაც ისრაელმა და ლიბანმა ხელი მოაწერეს ჩარჩო შეთანხმებას, რომლის მიზანიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია და ჰეზბოლას განიარაღებაა. სანამ თეირანი ზღვაში პროვოკაციებს აწყობდა, მისი მოკავშირეები ლიბანში ზეწოლას ახორციელებდნენ. ბაჰრეინი განგაშს აცხადებდა და ისრაელი ჰეზბოლას მიმართ გამკაცრებულ პოლიტიკას ატარებდა, ირანის რეჟიმმა ჰორმუზში პროვოკაციის მოწყობას სცადა. რატომ გადაწყვიტა ტრამპმა კვლავ დარტყმა? ეხლავე ყველაფერს გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და ზედმეტი გაწელვის გარეშე კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ასეთი ვიდეოები ყოველდღე გამოდის. ამერიკული თავდასხმების განახლება ირანის სამხრეთში მოხდა და ვაშინგტონმა ეს წარმოადგინა როგორც პირდაპირი პასუხი ირანის აგრესიაზე კომერციული ნავიგაციის წინააღმდეგ. ნავთობის ტანკერი MTQQ ხორმუზის სრუტესთან ახლოს გადიოდა, როდესაც მას თავდასხმითი დრონი მოხვდა, როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს. საზღვაო ხომალდი სამხედრო ობიექტი არ იყო. ის ნავთობს ეზიდებოდა, გადაადგილდებოდა გლობალური ვაჭრობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მარშრუტზე და საბოლოოდ გადაიქცა ზეწოლის ბერკეტად რეჟიმისთვის, რომელიც შიშს პოლიტიკური იარაღად იყენებს. დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ეპასუხა, რადგან ირანის რეჟიმი უკვე გაფრთხილებული იყო წინა თავდასხმის შემდეგ ემი ევერლაულიზე. ამერიკის შეტყობინება მარტივი იყო, ცეცხლის შეწყვეტა უნდა დაეცვათ, თეირანმა ეს არ დაიცვა. როდესაც ახალი თავდასხმა შეეხო MTQQ-ს, შეერთებულმა შტატებმა ეს ეპიზოდი პირდაპირი შეთანხმების დარღვევად მიიჩნია და დაიწყო ახალი ოპერაციები ირანის მრავალ სამიზნეზე. არჩეული სამიზნეები აჩვენებს, რომ პასუხი მხოლოდ სიმბოლური არ ყოფილა. ამერიკულმა თვითმფრინავებმა დაარტყეს სამხედრო მეთვალყურეობის, კომუნიკაციის, საჰაერო თავდაცვის, დრონების შესანახი და ნაღმების გაშვების შესაძლებლობებთან დაკავშირებულ სისტემებს. ეს ასუსტებს სწორედ იმ სტრუქტურას, რომელსაც რეჟიმი იყენებს ხურეში გემების დასაკვირვებლად, დასაშინებლად და დასარტყმელად. თეთრმა სახმა თავდასხმების შემდეგ ტონი გაამკაცრა. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკულმა თვითმფრინავებმა დაარტყეს რაკეტებთან, დრონებთან და სანაპირო რადარებთან დაკავშირებულ ობიექტებს ცეცხლის შეწყვეტის ახალი დარღვევის გამო. მან ასევე მკაფიოდ აღნიშნა, რომ შეიძლება დადგდეს დრო, როდესაც შეერთებული შტატები აღარ იქნება გონივრული და იძულებული გახდება სამხედრო გზით დაასრულოს დაწყებული საქმე. ირანის რეჟიმმა სცადა პასუხის გაცემა მუქარის გზით. რევოლუციურმა გვარდიამ ისაუბრა შულის ძიებაზე, ხოლო დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული თავდასხმები დაფიქსირდა ბაჰრეინსა და ქუვეითში ამერიკულ ძალებთან დაკავშირებულ ტერიტორიებზე.
მიუხედავად ამისა, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ იმ მომენტისთვის არც მნიშვნელოვანი ზიანი და არც ამერიკელი მსხვერპლი დადასტურებულა. ბარეინმა ასევე დაადანაშაულა ირანი თავისი სუვერენიტეტის დარღვევაში დრონების გამოყენებით და ეს შემთხვევა პირდაპირ საფრთხედ მიიჩნია მოქალაქეების და მაცხოვრებლების უსაფრთხოებისთვის. ბარეიში სირენებმა მოსახლეობაში განგაში გამოიწვია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას სიმშვიდისა და უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა, მაშინ როცა დაძაბულობა იზრდებოდა. არაბთა გაერთიანებული საამიროებიც ირანის ზეწოლის ცენტრში აღმოჩნდა. რეჟიმთან დაკავშირებულმა წარმომადგენლებმა საჯაროდ დაიწყეს ემირატების კრიტიკა და დაადანაშაულეს ქვეყანა ირანის წინააღმდეგ მიმართ უქმედებებში დახმარებაში. ეს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს აჩვენებს, რაც უფრო მეტად იკვრება ალყა, თეირანი მით უფრო ეძებს გარემ მტრებს, რათა შიდა დანაკარგები გაამართლოს. ამასობაში ლიბანში კრიზისის მეორე მხარეც ქუჩებში აფეთქდა. ჰეზბოლას მხარდამჭერებმა ბეირუთში გზები გადაკეტეს და გააპროტესტეს ისრაელსა და ლიბანს შორის აშეტეშოშის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება. აღშფოთება გამოწვეულია იმით, რომ ტექსტი ეხება ჯგუფისთვის ყველაზე მგრძნობიარე საკითხს, ჰეზბოლას განიარაღებას და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის დაშლას. ჩვეულებრივი მოქალაქისთვის ეს ნიშნავს ლიბანის ლიბანელებისთვის დაბრუნების მცდელობას, ჰეზბოლასთვის კი ეს ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს. მარკო რუბიომ გამოაცხადა სამხრივი შეთანხმება შეერთებულ შტატებს ისრაელსა და ლიბანს შორის, როგორც ნაბიჯი ლიბანის სუვერენიტეტის აღსადგენად, ჰეზბოლას განიარაღებისა და მისი სტრუქტურის დაშლისკენ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სამხედრო კოორდინაციას, რომელსაც შეერთებული შტატები გაამარტივებს. ფაქტობრივად ვაშინგტონი ცდილობს გახსნას დიპლომატიური და უსაფრთხოების ფრონტი, რათა შეამციროს ირანის გავლენა ლიბანში ისე, რომ ისრაელი დაუცველი არ დარჩეს. ნეთანიახუმაც გაამკაცრა რიტორიკა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი დარჩება უსაფრთხოების ზონაში ლიბანის სამხრეთში, მანამ სანამ ჰეზბოლა არ განიარაღდება. მანამ დარჩენას განიხილა როგორც პირობას, რათა დაიცვას ისრაელის ჩრდილოეთი და არ მისცეს ჯგუფს საშუალება კვლავ გამოიხენოს ლიბანის ტერიტორია თავდასხმის ბაზად. ისრაელის პოზიცია პირდაპირია, თუ ჰეზბოლა შეინარჩუნებს იარაღს და მუქარებს, ისრაელი არ ჩააბარებს თავის უსაფრთხოებას ცარიელ დაპირებებს. ისრაელის ძალებმა ასევე განაცხადეს ქმედებების შესახებ ჰეზბოლას შეიარაღებულ წევრებზე ნაბატიეს რეგიონში და სარაკეტო გამშვებ მოწყობილობაზე. ეს საკითხი ლიბანის კრიზისს ირანის კრიზისთან თან აკავშირებს, ეს ცალკეული ეპიზოდები არ არის. თეირანი ზეწოლას ახორციელებს ზღვაზე, ემუქრება სპარსეთის ყურის ქვეყნებს და ამოძრავებს თავის პროქსი მოკავშირეებს ლიბანში. სქემა იგივეა, დაძაბულობის კერების შექმნა, რათა მოწინააღმდეგე აიძულონ მოლაპარაკებაზე შიშის ქვეშ წავიდეს. ჰეზბოლამ უარი თქვა ვაშინგტონის შეთანხმებაზე და მკაფიოდ განაცხადა, რომ არ აპირებს თავისი იარაღის ჩაბარებას. ჯგუფთან დაკავშირებულმა დეპუტატმა განაცხადა, რომ ლიბანის მთავრობა ვერ შეძლებს ტექსტის დაწესებას ჰეზბოლას გარეშე. ირანში კი გამკაცრება შიგნიდანაც მოვიდა. სპეციალისტთა ასამბლეის ნაწილმა მოითხოვა უზენაესი ლიდერის წითელი ხაზების პატივისცემა მოლაპარაკებებში. ეს გზავნილი წარდგენილი იყო როგორც ბარიერი დათმობების წინააღმდეგ. ფაქტობრივად რეჟიმის მკაცრი ფრთა ცდილობს არ დაუშვას რეალური უკანდახევა, ხოლო დიპლომატიური მოლაპარაკებების გამოყენებით დროს იგებს. შენს არსენალში გაქვს რაკეტები, დრონები, სადაზვერო და უსაფრთხოების ძალა, წინააღმდეგობა, მოკავშირეები და ასევე მოლაპარაკება. თუ ამ საკითხს ასე შეხედავ, აბსოლუტურად არანაირი პრობლემა არ წარმოიშვება. იმ მომენტში, რომელშიც ხარ, უბრალოდ არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ომში ხარ. ბატონი ღალიბაფი ყოველთვის ამბობს, რომ მოლაპარაკება ბრძოლის იარაღია. დამცირებული მტერი, დამარცხებული მტერი, ბატონმა მოწამე ფახრიზადე მისით ისარგებლა. შემდეგ ის შეასრულებს თავის დაპირებას, არა. მაგრამ თავარი ისაა, რომ როგორმე პირველივე მომენტში მოიპოვა უპირატესობა, ისე რომ თუ ხვალ მოლაპარაკების მთელი მაგიდა დაინგრა, ის რაც დასაწყისში მოიპოვე, უკვე შენთან დარჩეს. დასაწყისშივე რაღაცას ნაღდად ვიღებთ და ვიცით, რომ ჩემი აზრით, ჩემი პირადი აზრია, რომ მე ყველაფერი შეიძლება დაინგრეს, არა უშავს რომ დაინგრეს. თავარია, რომ იმ პირველივე მომენტში ჩვენ შევძლოთ მათგან რაღაცა ფუნდამენტურის მიღება. ეს უკვე ღიად მithქვამს ადრე. ჩვენ დრო გჭირდება და რესურსები გჭირდება. ჩვენ ომში ვართ და მოლაპარაკებებისას ამერიკის შეერთებულ შტატებს ვიყენებთ როგორც ინსტრუმენტს დროის მოსაგებად და რესურსების მისაღებად. არანაირი ილუზია არ გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მშვიდობის შესახებ.
ეს ის თამაშია, რომელსაც როგორც ჩანს ტრამპმა ნაკლები მოთმინებით გადაწყვიტა შეეჭიდოს. მარდი მოხამადის ირანის პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული მრჩევლის განცხადება ამ ინტერპრეტაციას ამყარებს, რადგან მოლაპარაკებებს დროისა და რესურსების მოსაპოვებელ ინსტრუმენტად განიხილავს. ეს ფრაზა ანგრევს იმ კეთილსინდისიერების იმიჯს, რომელსაც რეჟიმი ცდილობს გაკიდოს. თუ საუბარი გამოიყენება იმისთვის, რომ ამოისუნთქონ, ძალები გადაინაცილონ და უკეთეს შანსს დაელოდონ, მაშინ ამერიკული სამხედრო ზეწოლა იმპულსის ნაცვლად სტრატეგიად იქცევა. ირანიც განიხილავდა შვეიცარიაში ტექნიკური მოლაპარაკებების გაუქმებას ამერიკული თავდასხმების შემდეგ. მაგრამ თავარი კითხვა მარტივია, რომელი ტექნიკური მოლაპარაკება მშვიდობაზე გადარჩება, როცა იგივე რეჟიმი დრონებით უტევს ნავთობის ტანკერებს, ზეწოლას ახდენს ჰორმუზზე და აძლევს მოკავშირეებს ქუჩები დაწვან ლიბანში. ამერიკული შეტევა სამ მესიჯს ატარებდა. პირველი თეირანისთვის იყო კომერციულ გემებზე თავდასხმას ფასი ექნება. მეორე მესიჯი გოუფის ქვეყნებისთვის იყო შეერთებული შტატები კვლავ მზად არის დაიცვა სტრატეგიული მარშრუტები. მესამე მესიჯი ჰეზბოლასა და მის მოკავშირეებისთვის იყო შეთანხმებების გამოყენების ფანჯარა როგორც პოლიტიკური თეატრი მცირდება. ჰორმუზსა და ბეირუთს შორის ერთი და იგივე ხელი ჩანს, ირანის გავლენა, რომელიც ცდილობს გადარჩენას მუქარით. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მოუმართეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ ფიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს თქვენთვის სიმართლის მიწოდებას. თქვენი მხარდაჭერა გვეხმარება საქმიანობის გაგრძელებაში.